მოგესალმებით, მე გახლავართ იოსები, ბუტიკ სასტუმროს მენეჯერი და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ბელბოის სამსახური. ბელბოის სამსახური ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი არის სასტუმროს სფეროში, ვინაიდან პირველი შეხვედრა კლიენტთან ხდება ბელბოის მეშვეობით. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ როგორ გამოიყურება ბელბოი. არის თუ არა მოწესრიგებული, აცვია თუ არა ფორმა, შეუძლია თუ არა კარგი ღიმილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ სიტყვებს დახვედრის დროს, რას ეტყვის ბელბოი სასტუმროში მომავალ კლიენტს, როგორ მიესალმება, როგორ მიაცილებს რესეფშენის დესკამდე, როგორ აიყვანს ოთახში და შეუტანს ბარგს. მე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური ურთიერთობა. ყოველდღიურად კლიენტს რა თქმა უნდა ურთიერთობა აქვს რესეფშენის დესკთან, მაგრამ ასევე უწყვეტ რეჟიმში არის ბელბოისთან, ვინაიდან ყოველი გასვლა სასტუმროში ასოცირდება იმასთან, რომ ბელბოიმ უნდა ჩააცილოს მომხმარებელი, როდესაც დაბრუნდება სასტუმროში, რა თქმა უნდა, კარები უნდა გაუღოს და შემოიყვანოს. გაცილების დროს, რა თქმა უნდა უსურვოს ბედნიერი დღე, ღიმილიანი სახე უნდა ქონდეს და უნდა შეუქმნას ძალიან კარგი განწყობა. ასევე ბელბოის შეუძლია ძალიან დიდი დახმარების გაწევა, თუნდაც იმაში, რომ როდესაც კლიენტი სადღაც მიდის ქალაქში დასათვალიერებლად, შეუძლია რომ ასე ვთქვათ, მეფის მეშვეობით, რუკის მეშვეობით დახმარება გაუწიოს, აუხსნათ სად არის და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელბოის კომუნიკაცია შეეძლოს კლიენტებთან, მინიმალურ საუბარზე არის აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად და ასე ვთქვათ, ნორმალურ დონეზე ფლობს ბელბოი უცხო ენებს. ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ ვიზიტორები, რა თქმა უნდა, პირველ შეხვედრას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც ძალიან ბევრ ქვეყანაში, როდესაც მოგზაურობ, ყოველთვის ვაკვირდები პირველ შეხვედრას და აქაც ჩემთან სასტუმროში, როდესაც ვუყურებ მომხმარებლებს, ძალიან მოწონთ, როდესაც ბელბოი გამოიყურება ძალიან კარგად, არის ღიმილიანი სახით და რაც მთავარია, აცვია ფორმა. ფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან როდესაც ბელბოის აცვია ფორმა, აღქმა კლიენტის მხრიდან არის ბევრად სერიოზული და ის თავს გრძნობს ნამდვილად კომფორტულად და ნამდვილად გრძნობს თავს, რომ ის არის სერიოზულ დაწესებულებაში, თანაც მე გახლავართ ისეთი სასტუმროს მენეჯერი, რომელიც არის ძალიან განსხვავებული და შესაბამისად ჩვენ სასტუმროში ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მე მაინტერესებს ბუტიკ სასტუმროების მოსაზრებები, ადამიანების მოსაზრებები, აი მაგალითად, როდესაც მიდიხართ სასტუმროებში, პირველი აქცევთ თუ არა ყურადღებას აი ამ ბელბოის სამსახურს, როგორ გელაპარაკებათ, როგორ გესაუბრებათ და ამიტომ ველოდები კომენტარებში თქვენ მოსაზრებებს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მათგანის აზრი ამის შესახებ. ასე რომ დაველოდები კომენტარებში თქვენ აზრს. ეხლა კი დაგემშვიდობებით.